მე-12 დღეა მაღაროელების აქცია მიმდინარეობს ჭიათურაში, სადაც კომპანია Georgian Manganese-მა წიაღისეულის მოპოვების მიწისქვეშა სამუშაოები შეწყვიტა. აქციის მონაწილეები კუთვნილი ხელფასის დარიცხვას და კომპანიის ჭიათურიდან გასვლას ითხოვენ. ადგილზე ჩვენი გადამღები ჯგუფი მუშაობს და ირმა ჭოლაძე შემოგვიერთდება დეტალებით ახლა მოამბის ეთერში. ჭიათურელი მაღაროელები თავს მოტყუებულად გრძნობენ და აცხადებენ, რომ კომპანია Georgian Manganese-მა მათ წინაშე დადებული პირობა არ შეასრულა. კომპანიაზე განაწყენებული მოქალაქეები ახლა შველას ელოდებიან ხელისუფლებისგან და ამბობენ, რომ პარტია ქართულ ოცნებას ჭიათურელი ამომრჩეველი არჩევნებზე გვერდით დაუდგა და ახლა მათი თქმით დადგა დრო, როდესაც პარტია ქართული ოცნება ჭიათურის და ჭიათურლების გვერდით უნდა დადგეს. აქციაზე მოსული ადამიანები ამბობენ, რომ 3500-ზე მეტი ოჯახი ყოველგვარი შემოსავლისა და ლუკმაპურის გარეშე დარჩა, შესაბამისად ისინი დანებებას არ აპირებენ, ვიდრე ყველა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მოთხოვნები კი ასე გამოიყურება. დაირიცხოს კუთვნილი ხელფასები მაღაროელების ანგარიშებზე, დატოვოს კომპანია Georgian Manganese-მა ჭიათურა და წიაღისეულის მოპოვების პროცესი სახელმწიფომ გადაიბაროს. აქციის მონაწილეები აგრეთვე საუბრობენ სპეციალური ფონდის შექმნაზე, რომელზეც თანხა დაირიცხება კომპანიის მოგებიდან და ეს უნდა იყოს მოგების 5%. აქციის მონაწილეების განცხადებით აღნიშნული თანხა ქალაქ ჭიათურისა და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის უნდა დაიხარჯოს. მაღაროელების სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად ჭიათურაში არსებული მაღაზიებისა და სხვა ობიექტების მეპატრონებმა შეაგროვეს სურსათი და ეს სურსათი დღეს აქციის მონაწილეებს დაურიგეს. დაგვტოვეს საერთოდ ლუკმაპურით. არანაირი სამსახური, არანაირი სხვა პერსპექტივა ჩვენ არ აქვს ამ ქალაქში. სხვა არაფერი არ ვიცით, არც მეტი განათლება არ გვაგვაჩნია სამწუხაროდ ზოგიერთ და დავჭით ესე ამ გაურკვევლობაში. აღარც ხელფასი აღარ მოგვეცემა, რამდენიმე მეორე თვე არის არ გვაძლევენ და რა ვიცი მეტი რა გითხრათ. რა გზა არის, რას ფიქრობთ, რა უნდა? გამოსავალია მთავრობის უშუალო ჩართულობა. არ ვაპირებთ გაჩერებას, იმიტომ რომ მოტყუებული ვართ. ესე გითხრეს, რომ იქნებოდა 60% ჩაირიცხებოდა, ამაშიც მოგვატყუეს. პირველ მარტს უნდა განახლებულიყო მუშაობა, ამაშიც მოტყუებული დავრჩით. ძალა ერთობაშია, ჭიათურა არ გაჩერდება. ეს ჩვენი პრობლემა არ არის. ჩვენ ვითხოვთ დროზე ჩაირიცხოს ის 60% და აუცილებლად აღდგეს მუშაობა. 1 ნოემბრიდან კომპანია გადავითა დროებით შეჩერების რეჟიმში. იმ დროისთვის იყო დროებით შეჩერება, თუმცა 3 დღის წინ გამოგვიცხადეს, რომ საერთოდ მიწისქვეთა სამუშაოები არ არის მათთვის მომგებიანი და ფაქტიურად 3500 ადამიანზე მეტი დარჩა სამსახურისა და შემოსავლების გარეშე. მე შეგახსენებთ, რომ კომპანია Georgian Manganese-მა წიაღისეულის მოპოვების სამუშაოები ჭიათურაში გასული წლის ნოემბერში დროებით შეაჩერა, თუმცა 4 დღის წინ თანამშრომლებს მივიდათ SMS შეტყობინებები, რომლის საშუალებითაც მათ გაიგეს, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ გაგრძელდებოდა, ვინაიდან კომპანიის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ეს სამუშაო მათთვის წამგებიანია.